ფაქტები არ მართავს 21 საუკუნეს. 21 საუკუნეს მართავს აღქმები. ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ 2020 წელს წარმოთქმული ეს სიტყვები სრულად აღწერს რადიკალური ოპოზიციის მსოფლმხედველობას, მათი ქმედებების არსს და საბოლოოდ მათ დაუსრულებელ მარცხის ქრონიკას. წლების განმავლობაში ეს ეგრეთ წოდებული ბრძოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ, სწორედ მათ მიერვე გამოგონილ აღქმებსა და სიცრუეზე იყო დაშენებული. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. და იმდენად ხშირად იმეორეს სიცრუე, რომ ბოლოს თავადაც დაიჯერეს და საკუთარი ალტერნატიული რეალობის ტყვეებად იქცნენ. სრული ფრუსტრაციისა და მარგინალიზების გზას კი მაშინ დაადგნენ, როდესაც მთავარ მიზნად ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადეს. ვერი პარპაშოთ პუტინის ავალებით, პუტინის ბრძანებით მოსულმა ხელისუფლებამ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის არჩეული კურსიდან გადახვევას. აქის მერე ვერავინ ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც ვლადიმერ პუტინი და ვერავინ ვერ გაბედავს იოცნებას, რომ საქართველოს ოდესმე დაშორდება ევროპა. ესწავლება ყოველდღიურად თავისი ქცევი, თავისი ზნეთი ემსგავსება პუტინს. ემსგავსება მართვის სადავებს აქვეყნებს, იგი ჩამოშორდება მართვის სადავებს და გათავისუფლდება ეს ქვეყანა ოლიგარქიული წესმოვლებისაგან. არანაირი ფაქტი. მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად აღქმების შექმნა საკმარისი გახდა, რომ საკუთარი ტყუილის მძევლები ჯერ თვითონ გამხდარიყვნენ, შემდეგ კი საკუთარი ამომრჩეველი ექციათ. დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, უფრო და უფრო აგრესიულად ითრევდნენ მხარდამჭერებს გამოგონილ რეალობაში, სადაც თითქოს და ბოროტ ძალას ებრძვიან, დიად მიზანს ემსახურებიან. ეს არის საქართველო და გამარჯვებაც გარდაუვალია, უფრო მეტიც, ძალიან ახლოსაა. ზუსტად 17 დღეში რუსული რეჟიმი ჩვენთან ერთად ჩვენი ბრძოლით აუცილებლად დასრულდება. არის მხოლოდ ერთი საფეხური. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა უნდა დასრულდეს სამხედრო სრულებით. ჩვენ თუ კონკრეტულ დღეებში და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ნახევარი წარმატება უკვე არის მიღწეული. ვიქნებით თბილისის ქუჩებში ივანიშვილის რეჟიმი შვიდობიანად დაემხობა. მაგრამ როდესაც აღქმები ფაქტებს უპირისპირდება, ადრე თუ გვიან ყველას უწევს რეალობის აღიარება. შესაძლოა ამის სურვილი არ აქვთ, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება. სწორედ ეს აღიარება მოვისმინეთ ლევან ხაბეიშვილისგან რამდენიმე დღის წინ. პრობლემა როგორ ეს უნდა თქვა, აღიარო. დღეს სამწუხაროდ. ამ დროისთვის ხელებით გადაგვიდრიხეს, ეს ბრძოლაც მოგვიგეს ამ ეტაპზე, ეს არის სიმართლე. ამ აღიარებაში ორი საკითხია მნიშვნელოვანი. პირველი ის, რომ ხაბეიშვილი როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს მარცხს. არადა ყველას კარგად ახსოვს მისი განცხადებები, როგორ აიმედებდა მხარდამჭერებს, რომ თითქოს ქართული ოცნების დასასრული ძალიან ახლოს იყო. 2023 წელს იქნება რუსი ოლიგარქის მარცხი საქართველოში. ჩემო ძვირფასებო, ჩემო მეგობრებო, არაფრის არ შეგეშინდეთ. ესენი არიან კუთხეში პირდაპირ მნიშვნელობით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიქნებით 100,000-ობით ადამიანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი რევოლუცია მოხდება. აი თუ არა, მაგასაც ვნახავთ. ესაც იქნება აქცია, ორჩაბაცაც იქნება, მერეც იქნება, გენერალური აქციებიც გვექნება და ამ ბრძოლასაც მივუყვათ გამარჯვებამდე. ყოველ მიზეზს გარეშე და ამას გააკეთებს ქართული ხალხი. თუმცა ხაბეიშვილის აღიარებაში არის მეორე და მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. მარცხის აღიარების მიუხედავად, ის მაინც ვერ იაზრებს ბოლომდე თუ რატომ დამარცხდა რადიკალური ოპოზიცია, რადგან მარცხის მთავარ მიზეზად ხელების გადაგრეხვას ასახელებს. არადა რამდენიმე წამში რეალურ მიზეზს თავადვე ამბობს იგივე გამოსვლის დროს. ცხოველია იმის რომ დღეს საქართველოში მარტო 1000 ადამიანი, 1000-მდე რუსუდანი ყობახიძე, რამდენიმე ადამიანის ბარი მახსენდება გმირულად რო იბრძვის. ეს არაფერი, ეს მორჩა, ეს არ გამოვა, ეგ თქვი. ნუ ვიტყვეთ თავს, სიცრუეში უცხო. ევანდელი მონაცემები არანაირი ნიშანწყალი იმის რომ საბეთ რაბე წინააღმდეგობა არის და ბრძოლა არის თქვი, ნუ მოვყვეთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის რეალურად ის სიმართლე, რამაც რადიკალური ოპოზიციის მარცხი გამოიწვია და არა ეგრეთ წოდებულმა ხელების გადაგრეხვამ. მიზეზი, რის გამოც რადიკალები მუდმივად მარცხდებიან და შემდეგ აპათიურ ჭმონმებს ეძლევიან ისაა, რომ მათ, როგორც ხაბეიშვილი ამბობს, 1000-მდე აქტივისტის მობილიზება შეუძლიათ. თუმცა არ აქვთ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა, როგორც თავად პროპაგანდირებენ.
ეს მორიგი მარცხიც და შემდეგ აღიარება წლების განმავლობაში გენერირებული აღქმების შედეგია, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, რომელიც მხოლოდ პროპაგანდის ნაყოფი იყო და რომლის ტყვეობაშიც თავადვე აღმოჩნდნენ. ასე რომ პირველ წყარო, საიდანაც რადიკალების მარცხის ფორმულა შეიქმნა, იყო ბრძოლის გამოცხადება არარსებულ, ეგრეთ წოდებულ რუსულ რეჟიმთან. რუსეთის რუსული ინტერესები რუსული ოცნების სუფლება ქართული ოცნება რუსული რეჟიმი არის დასრულებული ამ ქვეყანაში. რუსული მართლობა უნდა დასრულდეს. ეს არის ბრძოლა რუსეთთან. ქვეყანაში დღითი დღე ძლიერდება რუსული ყაიდის რეჟიმი და ეს არის რუსული ხელისუფლება. ჩვენ ქვეყანას აი ეს რუსები მიათრევენ რუსეთში. სწორედ ამ ილუზიის შექმნით შეიყვანეს საზოგადოების მცირე, მაგრამ როგორც არაერთხელ დავრწმუნდით აგრესიული ნაწილი შეცდომაში. მათ არწმუნებდნენ იმ ტყუილში, რომელიც თავადვე გამოიგონეს და შემდეგ თავადვე დაიჯერეს. მათი და მათი პატრონების მთავარი პრობლემა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთხელ არ მიიღეს ქართველი ხალხის არჩევანი. არ მიიღეს ის რეალობა, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ 14 წლის განმავლობაში სულ მცირე 10 მნიშვნელოვან არჩევნებზე გადაწყვიტა და მხარი ყოველ ჯერზე ქართულ ოცნებას დაუჭირა. ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ ხელისუფლება არის თქვენი და არა ქართული ოცნების. თბილისი უნდა გამოფხიზლდეს, თბილისი უნდა გამოვიდეს. მოგვიწევს ბრძოლა და მოგვიწევს ქუთაისში ბრძოლა და ამისთვის ვიყავით მზად. იცოდეთ, რომ მნიშვნელოვნად და კარგად გააზრებული რა ბრძოლაში შევდივარ. რომ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც გამარჯვების დიდი შეტევა უნდა განახორციელოთ, ეს გამარჯვება გარანტირებულად ვიზეიმოთ ყველა. თუ არაზისხებს, პასუხისმგებლობა არის ლიდერებზე. თუნდა მივაწვეთ და გავიტანთ ბოლომდე ამ გამარჯვებას იცოდეთ რა. ასე კვებავდნენ პროპაგანდით ამომრჩეველთა მცირე, მაგრამ ილუზიებით გაბრუებულ ნაწილს. ჩვენ დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა. ქუჩიდან შეცვლილა ხელისუფლებები, მათ შორის ამ ქვეყანაში. ამით ქვეყანა კი არ დანგრეულა, პირიქით წინ წავიდა, ახლაც წინ წავა. აჯერებდნენ, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ქვეყნის უმრავლესობას. პროპაგანდას აყოლილმა ჯგუფებმა კი ჩათვალეს, რომ მართლაც უმრავლესობა არიან, რომლებიც დიადი მიზნისთვის იბრძვიან. ხოდა გამარჯვების იმედით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისგან წაქეზებულებმა ცეცხლიც დაანთეს თბილისის ქუჩებში. პარლამენტის გადაწვაც სცადეს და პოლიციელებზე თავდასხმაც მოლოტოვის კოქტეილებითა თუ პიროტექნიკით. და აღარ შეიძლება, გაჩერება აღარ შეიძლება რა. ეს ხო დასაწყისია. შეუძლებელი არის მაგარად გავიკარდეს. პარალელურად კი არ ჩერდებოდა პროპაგანდა იმის შესახებ, რომ გამარჯვება ახლოსაა, რომ ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იშლება, რომ ცოტაც და მთავრობა დაემხობა. 3-4 დღე ვიწოლა ეხა ამაზე და ჩამოიშლება ყველაფერი. ეს ცრუდაპირებებით სწორედ ძალადობრივი მუხტის შესანარჩუნებლად გაიცემოდა, რომელიც თავის მხრივ ტყუილზე დაფუძნებულ იდეაზე იდგა. ტიტანიკია, უკვე ქართული ოცნება, ეს ტიტანიკი მიდის ჩაძირვისკენ. ამ სიცრუეს კიდევ უფრო აძლიერებდა ოპოზიციური მედია, რომელიც პროტესტის დღეებს ითვლიდა. თან ეს არიან ადამიანები, რომლებიც 300 დღეა ქუჩაში დგან. რადიკალიზმსა და აგრესიას გმირობად ნათლავდა, რითაც ახალი ძალადობის წახალისებას უთხოვდა ხელს, რადგან ეგზალტირებული ჯგუფების ემოციების მართვა ასე მეტად მარტივი იყო. მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები. თავისუფლებას, სინდისის პატიმრებს. გამოჩნდა გმირები ჩვენ შორის. ეს იყო საინფორმაციო ომის ნაწილი. სურათის შექმნის მცდელობა თუ როგორ ელის 300-ზე მეტი დღის განმავლობაში გაბრაზებული ხალხი გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებას. ერთ-ერთი შეძახილი არის დამხობა რეჟიმს თავისუფლება ტყვეებს. დამხობა რეჟიმს ნამდვილად ამ შეძახილს და ამ ნათქვამს ვერავინ ვერ წაგვართმევს. ასე მოამზადეს ნიადაგი მორიგ სიცრუეზე დაშენებული ახალი რადიკალური ტალღისთვის, რომელიც საბოლოოდ ისევ იმედგაცრუებად ექცათ. ანუ 4 ოქტომბრის ჩავარდნილი დამხობა. 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის შვიდობიანი დამხობის დღედ. ჩვენ უნდა მოემზადოთ რეჟიმის დასამხობად. 4-ში დავიწყებთ, 4-ში დავამთავრეთ. ეს ომი ჩვენ უკვე მოვიგეთ, თავარი ეს გავაფორმოთ 4-ში. ბრძოლა არის ბოლომდე და ბრძოლა არის გამარჯვებამდე. არ შეგეშინდეთ,
უკან არ დაიხიოთ, მე მჯერა თქვენ, მე მჯერა. 4 ოქტომბერს უნდა ვიყოთ 100,000-ობით ქართველი ქუჩაში. უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა, უნდა გავწიოთ. რადიკალური ოპოზიციის მთელი პოლიტიკური ანკეტა ხომ ტყუილზე აშენდა. 4 ოქტომბერიც მორიგი ilūzია იყო. ნარატივი უცვლელი, რომ ბოლო ჟამი დგას, რომ გადამწყვეტი ბრძოლის დრო მოვიდა, რომ ქვეყნის უმრავლესობას დამხობის მხარდამჭერები წარმოადგენენ. არადა რეალობა მაშინაც იყო ის, რაც სულ ახლახანს აღიარა ლევან ხაბეიშვილმა. სხვენია, იმის რომ დღეს საქართველოში მარტო 1000 ადამიანი, 1000-მდე, რამდენიმე ადამიანის ბარი მახსენდება გმირულად რო იბრძვის. ელოდები უნდაცებები. არანაირი ნიშანწყალი იმის რომ საბეთ რაბე წინააღმდეგობა არის და ბრძოლა არის ტყუილი, ნუ ბავშვად ერთმანეთს. თუმცა ეს ძალიან დაგვიანებული აღიარება. უფრო სწორად, წამოწდენა უფროა ვიდრე აღიარება, რადგან რაიმე რომ აღიარო, უნდა გაიაზრო რა შეგეშალა. გააზრებული აღიარება კი არ ჩანს. რადიკალები ზაზუნას დღეში არიან გაჭედილი, მოჯადოებულ წრეზე დადიან. ვერ ხვდებიან მუდმივი წარუმატებლობის მიზეზს, რომელიც სინამდვილეში ძალიან მარტივია. ისინი მუდმივად არასწორ არჩევანს აკეთებენ და არასწორ გზას ირჩევენ, რომელიც სრულად აცდენილია ქართველი ხალხის მოთხოვნებს, საჭიროებებსა და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ხალხი მშვიდობას უჭერს მხარს, ოპოზიცია ომზე საუბრობს. აი ამას ქვია უკრაინელების სიკვდილის ხარჯზე გადაწყვიტა საქართველომ რომ 1-2 კაპიკი გააკეთოს. ქართველებო, გავერკვიოთ საკუთარ ხელისუფლებასთან. უკრაინა მსოფლიოს ანახა, რომ მშვიდობას ჭირდება თავისუფლებისთვის ბრძოლა და ჩვენს არ ვაპირებთ დანებებას. რუსეთი ომს აგებს უკრაინაში. იქ არ ყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობის ფანჯარა გამოვიყენოთ. ვაჩვენოთ დასავლეთს, რომ მათ გვერდით ვართ. და რა, მე ომის პარტია დამიძახოთ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა. დიახ, ომი მინდა. შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ ხლას. ბევრი ვაპირებთ ომს. საზოგადოება და ქვეყნის ხელისუფლება სუვერენიტეტის გამტკიცებაზე საუბრობს. რადიკალები მათ სანქცირებაზე, ვინც სუვერენიტეტის იდეას ემხრობა. ერთი რასაც ვაკეთებ არის ეს სანქციების ამბავი და წესით ხვალზე ონლაინ იმას გავუშვებ, სადაც რომელსაც ვაკეთებ ახლების ხალხთან ერთად ვაკეთებ, სადაც დაიდება ყველა ვის დასანქცირებულია, ვის მიერ არის, რატო არის და შემდეგ პლუს ყველა ვის დასასანქცირებელი. მუშაობთ იმაზე, რომ პირველ რიგში წნეხი ბრიტანეთიდან გაიზარდოს. ბრიტანული სანქციები ძალიან ბევრს აწუხებს. ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ უკრაინა ჩვენთან ერთად იმუშავებს დასავლეთში, ამათ დასასანქციებლად. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეცედენტებია ქვეყნების მხრიდან ინდივიდუალურად, რაც არ არის მარტივი საკითხი, სანქცირების, მაგრამ გერმანია იქნება ეს თუ გერმანია დაწყებულია, საფრანგეთი, ბრიტანეთიც ბევრად უფრო დიდ მასშტაბზე უნდა გავიდეთ ჩვენ იმისთვის, რომ საგრძნობი იყოს ამის შედეგი. და ამისთვის მუშაობ? რა თქმა უნდა, ამისთვის მუშაობ. საზოგადოების უმრავლესობა ლეგიტიმაციას ქართული ოცნების ხელისუფლებას აძლევს. ოპოზიცია კი ქართულ ხალხზე უფრო პრიორიტეტულად საზღვარგარეთიდან მიღებულ მხარდაჭერას ასახელებს. დასავლეთი ჩვენ მხარს გვიჭერს და ჩვენ პოლიტიკურმა კლასმა უნდა ვანახოთ, რომ ყველაზე მეტზე ვარ წამსვლელები, ყველანაირ თავგანწირვაზე ვარ წამსვლელები. ხალხი მთავრობის ინიციატივებს ემხრობა ფასების რეგულირების მიმართულებით, მაგალითად სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე. ოპოზიცია პირიქით ამ ინიციატივას ებრძვის. აი ნამდვილი რეკეტი რა არის ბიზნესის რეალურად, აი ნახავენ ეხლა. ფასები არ დაიკლებს, ფასები მოიმატებს. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ პოპულისტური ლუკმა, რომელიც არის შეურაცხყოფა ადამიანების. თუ ვინმე დარჩათ ბიზნესში გასაფარსი კიდევ ერთხელ მორიგჯერზე მიაპარსავენ და მეტი არაფერი, ხო? ჩვენი ბიზნესი ცხვრის ფარას გავს, ისინი არიან გარიგებაში ხელისუფლებასთან. უნდა გაიბრძოლოთ ბიზნეს ეხება ეს. ასე რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობა და მის მიერ არჩეული ხელისუფლება ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე საუბრობს. რადიკალური ოპოზიცია და მის მიერ ilūზიებში გამოზრდილი მცირე ჯგუფები გამოგონილ რეჟიმს ებრძვიან, რაც ყოველდღიურად უფრო და უფრო ემსგავსება ტრაგიკომედიას. რადგან ტრაგიკულია იმის ყურება თუ როგორ უჭირს მოტყუებულ ხალხს რეალობაში ინტეგრაცია. არ გემორჩილებით, თქვენ ხართ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ხელდასმული პოლიცია. ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური და შესაბამისად მათი მიღებული კანონები, რომელიც არის რეპრესიული, არის არაკანონიერი. ხოლო ამავდროულად კომიკურია, როდესაც რამდენიმე აქტივისტი კვლავ ჯიუტად ირწმუნება, რომ საქართველოს სწორედ ისინი წარმოადგენენ, რომ ბრძოლის ბოლო ფაზაში არიან.
თუ როგორც ახლა გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ ამათ აუცილებლად დავამარცხებთ. და ვიჩქაროთ, მაგრამ კი ბატონო, გვაქვს გარკვეული დრო. ბრძოლის ბოლო ფაზაში ვართ. თუმცა ეს უკვე 14 წელია გრძელდება და ბრძოლის ბოლო ფაზა არაერთხელ დაუანონსებიათ. თუმცა ამ ფაზის დასასრული მათი მორიგი დანაწევრებითა და გაბანკროტებით სრულდება. ისტორიას თუ გადავხედავთ, ოპოზიციის მიერ მსგავსი ბოლო ფაზების დაანონსების შემდეგ 2016 წელს ნაცმოძრაობა გაიყო. 2020 წელს გირჩი. დაიშალა ევროპული საქართველო. 2024 წელს კვლავ ნაცმოძრაობა. ახლა გახარიას პარტია დაშლის პირასაა. მათი ლიდერი გაქცეული. იგივე ხდება ლელოში, რომლის ლიდერებიც რადარზე აღარც კი ჩანან და პარტია გრიგოლ გეგელიასა და მისი მსგავსი ტოპტვინების იმედადაა დარჩენილი. ასეა, საბოლოოდ სიცრუის გამო საფასურის გადახდა ყველას უწევს. ზოგი გარბის, ზოგი დანაშაულისთვის პასუხს აგებს, ზოგიც კი, განსაკუთრებით აქტივისტები, იმ დოზით არიან პროპაგანდისა და ილუზიის ტყვეობაში, რომ სინამდვილის მოცემულობად მიღება უკვე უჭირთ. იმ სინამდვილის, სადაც ისინი მოატყუეს და გამოიყენეს სწორედ იმ პოლიტიკოსებმა, ვინც მათ ჯერ უპირობო გამარჯვებაში არწმუნებდათ, დღეს კი მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებენ. ასე რომ რეალურად რადიკალების დღევანდელი უიმედო მდგომარეობა ძალმომრეობის პრინციპმა კი არ განაპირობა, როგორც თავად უნდათ წარმოაჩინონ. არამედ ეს მოცემულობა მათ თავადვე შეუქმნეს საკუთარ თავს და მხარდამჭერებს. სიცრუითა და სინამდვილის ყოველ ჯერზე უგულებელყოფით, არასწორი პრიორიტეტებით და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის არათუ ნების, არამედ არსებობის უარყოფით.